1861 წელს სამოქალაქო ომმა ქვეყანა დაანგრია. ვერენა დევისი მოულოდნელად აღმოჩნდა კონფედერაციის პირველი ლედის როლში, რადგან მისი ქმარი ჯეფერსონ დევისი გახდა ახალი გამოყოფილი ქვეყნის პრეზიდენტი. მაგრამ მისი პოზიციის უკან იმალებოდა ეჭვი და დაძაბულობა. მისი წარმოშობის შესახებ ჭორები იზრდებოდა, კრიტიკოსები მის ერთგულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ, ხოლო ომმა მას პირადი ტრაგედია მოუტანა. მაშ რა ბედი ეწეოდა მას? შემომიერთით რომ გავიგოთ. ვერენა დევისი დაიბადა და მოინათლა, როგორც ვერენა ჰაუელი, 1826 წლის 7 მაისს. მისი მშობლები, უილიამი და მარგარეტი, ცხოვრობდნენ ნაჩესში, მისისიპის შტატში, მაგრამ ჩანს, რომ ის დაიბადა ლუიზიანას სოფლად, როცა მისი მშობლები ნათესავებს სტუმრობდნენ ამ შტატში. თუმცა ზოგიერთი ცვარო ამტკიცებს, რომ ის მისისიპიში დაიბადა. ვერენა დაიბადა ოჯახში, რომელიც ადრეული ამერიკული ელიტის წარმომადგენელი იყო. მამის მხრიდან ამბიცია და საზოგადოებრივი სამსახური ოჯახში ღრმად იყო ფესვგადგმული. მისი პაპა ნიუ-ჯერსის გუბერნატორი იყო 1790-იან წლებში, ხოლო თავად მამამ 1812 წლის ომში ბრიტანელების წინააღმდეგ იარაღი აიღო. მისი დედა მარგარეტ ლუიზა კემპი მდიდარი მისისიპელი პლანტატორისა და მონათმფლობელის ქალიშვილი იყო. ის პლანტატორი შოტლანდიელ-ირლანდიელი ემიგრანტი იყო, რომელმაც სამხრეთში სტატუსი და ქონება მოიპოვა. ვერენა თავად იყო 11 შვილისგან მეორე. თუმცა მე-19 საუკუნის მძიმე რეალობაში მხოლოდ 7 მიაღწევდა სრულწლოვანებას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი ბრიტანეთის კუნძულებიდან, მათ შორის უელსისა და შოტლანდიელ-ირლანდიელი წინაპრებიდან მოდიოდა, ვერენას დაბადებისთანავე ზოგიერთი ჩურჩულებდა, რომ ვერენა ისე არ გამოიყურებოდა, როგორც მოელოდნენ. მას ჰქონდა ზეთისხილისფერი კანი, მუქი თვალები, მუქი თმა და ფართო ცხვირი, თვისებები, რომლებიც მოგვიანებით მის უელსურ წარმომავლობას მიაწერეს. მაგრამ ყველა დარწმუნებული არ იყო. ომამდელი სამხრეთის მკაცრად რასისტულ საზოგადოებაში ბევრისთვის ეს თვისებები უჩვეულოდ ჩანდა და როგორც მალე ნახავთ, უჩვეულო ეჭვს იწვევდა. ვერენას ბავშვობაში მისი მამა საკმაოდ წარმატებული ვაჯარი იყო, პლანტაციისა და ათეულობით მონის მფლობელი. რამდენიმე ხანს ოჯახი კომფორტულად ცხოვრობდა, მაგრამ 1830-იან წლებში წარუმატებელმა ინვესტიციებმა და უფრო ძვირადღირებულმა ცხოვრების სტილმა მისი ფინანსები სტაბილურად დააქვეითა. 1839 წლისთვის სირთულეები იმდენად დაგროვდა, რომ ოჯახი გაკოტრებამდე მივიდა. საბოლოოდ მისი ცოლი შეძლებულმა ოჯახმა გადაწყვიტა დახმარება და სწორედ მათი ფინანსური მხარდაჭერით შეძლო უილიამმა თავისი ქალიშვილი ჩრდილოეთში გაეშვა სასწავლებლად და ფილადელფიის პანსიონში ჩაერიცხა. იქ მან მიიღო შესანიშნავი განათლება და დაუღალავად შრომობდა. ასე რომ, როდესაც სახლში დაბრუნდა, ალბათ თავისი მთელი თემის ერთ-ერთი ყველაზე ნაკითხი ქალი იყო. 1853 წლის ბოლოს, სულ რაღაც 17 წლის ასაკში, ვერენა შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს საშობაო წვეულებაზე ჰურიკანის პლანტაციაში. ეს იყო ჯეფერსონ დევისი. ის მასზე 18 წლით უფროსი იყო და მდიდარი პლანტაციის მფლობელი. ჯეფერსონი ადრე მოკლედ იყო დაქორწინებული სარა ნოქს თეილორზე, მაგრამ ის გარდაიცვალა მათი ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, 1835 წელს. სარა იყო ზაქარი ტეილორის ქალიშვილი, რომელიც აშშ-ს არმიის გენერალი იყო და მოკლე ხნით მსახურობდა შეერთებული შტატების მე-14 პრეზიდენტად 1859 წელს და გარდაიცვალა თანამდებობაზე 1850 წელს. ვერენა ჯეფერსონ დევისით მაშინვე მოიხიბლა, როგორც კი შეხვდნენ, თუმცა მისი მშობლები გაცილებით ნაკლებად იყვნენ აღფრთოვანებულნი, რადგან წყვილს შორის ასაკის, წარმომავლობისა და პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებები აშფოთებდათ. თუმცა მცირე ყოყმანის შემდეგ მათ თანხმობა მისცეს და რომანი გაგრძელდა 1854 წელს და შემდეგ წელსაც. შემდეგ დევისმა ხელი სთხოვა ვერენას და ქორწილი დიდი საზოგადოებრივი ღონისძიება უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ გეგმაზე მოგვიანებით უარი თქვეს. როცა ისინი 1855 წელს დაქორწინდნენ, ცერემონია ვერენას მშობლების სახლში გაიმართა. მხოლოდ მისი ახლო ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ, თუმცა უცნაურია, რომ დევისის ოჯახიდან არავინ იყო. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა ვერენა, რომ მისი ქმრის დამოკიდებულება გენდერულ ნორმებთან საკმაოდ ტრადიციული იყო და მიუხედავად მისი განათლებისა, დევისი მისგან ჩვეულებრივი სამხრეთელი ცოლის როლის შესრულებას ელოდა. მან ასევე გააცნობიერა, რომ დევის გარდაცვლილი პირველი ცოლის მიმართ კვლავაც შემორჩენილი ჰქონდა სითბო. 1835 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, დევის მამას ღრმად დაიტირა და მომდევნო 8 წლის დიდი ნაწილი საზოგადოებას მოშორებული გაატარა. ვერ ანიქნება რაც სურდა, ბოლომდე განშორებოდა წარსულს. ვერენა მოგვიანებით აღიარებდა, რომ ზოგჯერ თავს მათ ქორწინებაში ნუგეშის ცოლად გრძნობდა. მათი მოკლე თაფლობის თვე კიდევ ერთხელ ახსენებდა ამას.
ის მოიცავდა ვიზიტს მისი მოხუცი დედის, ჯეინ დევისისთან და სევდიან შეჩერებას იმ ქალის საფლავთან, რომელიც ვერენამდე იყო მის ცხოვრებაში. ახალგაზრდა წყვილი შემდეგ დასახლდა ბრაიარფილდში, პლანტაციაზე, რომელიც ჯეფერსონმა დააარსა მიწაზე, რომელიც მისმა უფროსმა და უფრო მდიდარმა ძმამ, ჯოზეფ დევისმა მისცა. მალე იქ საცხოვრებლად მივიდა მისი დაქრუებული და გაღარიბებული და თავის 7 შვილთან ერთად, გადაწყვეტილება, რომელიც ვერენას დაუკითხავად მიიღეს, რაც ძალიან არ მოიწონა მას. მაგრამ 1846 წელს ჯეფერსონ დევისი აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში და ვერენა მასთან ერთად გაემგზავრა ვაშინგტონში, ქალაქში, რომელიც მალე ძალიან შეიყვარა. ის აქტიურად ჩაერთო ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მალე იქცა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ყველაზე ახალგაზრდა მასპინძლად. თუმცა მალე დევისმა დატოვა თავისი ადგილი, რათა 1846-დან 1848 წლებში მექსიკა ამერიკის ომში ემსახურა. კონფლიქტის შემდეგ ის განახლებული ამბიციით დაბრუნდა პოლიტიკაში. თუმცა როგორც მისი ავტორიტეტი იზრდებოდა, ასევე იზრდებოდა დაძაბულობაც მეუღლეებს შორის, რადგან მისი პოლიტიკური შეხედულებები ვერენას შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მონობაზე უფრო ჩრდილოელების შეხედულებები ჰქონდა, ჯეფერსონს ასე არ მიაჩნდა და მან მონები პირუტყვსაც კი შეადარა. ამის მიუხედავად, მან შეძლო თავში მათი განსხვავებული შეხედულებების შეთავსება და ურთიერთობა სტაბილურად დარჩა. მას ფული უყვარდა და ჯეფერსონის ბზარდმა სიმდიდრემ 1850-იან წლებში, როგორც ჩანს, მათი ურთიერთობის ბევრი პრობლემა გაამარტივა. მან მრავალი წლის განმავლობაში მისისიპის სენატორად იმსახურა, ხოლო 1853 წელს პრეზიდენტ ფრანკლინ პირსის ადმინისტრაციაში ომის მდივნად დანიშნეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი სახლი მისისიპიში იყო, ოჯახმა 1855-დან 1861 წლამდე ცხოვრების დიდი ნაწილი ვაშინგტონში გაატარა. აქ ვერენა უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს, რადგან ქალაქის ფართო პოლიტიკური და სოციალური გარემო მის შეხედულებებს უფრო შეესაბამებოდა, ვიდრე მისისიპის სულ უფრო დაძაბული ატმოსფერო. მაგრამ ოჯახური ტრაგედია კარზე იყო მომდგარი. 1852-დან 1864 წლამდე ვერენამ და ჯეფერსონმა 6 შვილი გააჩინეს, 4 ვაჟი და 2 გოგონა. სამწუხაროდ მათი უმეტესობა ხან მოკლედ იცხოვრებდა. 1854 წელს დევისები განადგურდნენ, როდესაც მათი პირველი შვილი სემუელი 2 წლამდე გარდაიცვალა. დამწუხრებული ვერენა გარკვეული დროით საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორდა. მომდევნო წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი მარგარეტი, რომელიც მათი შვილებიდან ერთადერთი იყო, ვინც გაიზარდა, დაქორწინდა და საკუთარი ოჯახი შექმნა. მათი მესამე შვილმა, ჯეფერსონ უმცროსმა, სრულწლოვანებამდე მიაღწია, მაგრამ მხოლოდ 21 წლის ასაკში გარდაიცვალა 1878 წელს ყვითელი ცხელების ეპიდემიის დროს მისისიპის მდინარის ველზე. შემდეგ კიდევ 2 ვაჟი შეეძინათ, ჯოზეფი 1859 წელს და უილიამი 1861 წელს. ორივე ბავშვობაში გარდაიცვალა. მათი უმცროსი შვილი უინი, რომელიც 1864 წელს დაიბადა, განსაკუთრებით ახლოს იყო დედასთან, მაგრამ მის დაბადებამდე სამხრეთში ისეთი მოვლენები ვითარდებოდა, რომლებიც სამუდამოდ შეცვლიდა მათ ცხოვრებას. ვერენას ცხოვრების მთელი ტრაექტორია 1860 წლის ბოლოს შეიცვალა. ბავშვობიდანვე მონობის საკითხზე დებატები შეერთებულ შტატებში სულ უფრო მძაფრდებოდა. რესპუბლიკის დაარსების დრიდანვე ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შორის დაყოფა არსებობდა. ჩრდილოეთ შტატები უფრო ურბანიზებული იყო და ნერგავდა სამრეწველო პროცესებს, რაც ნიშნავდა, რომ მათი ეკონომიკა მონური შრომისგან აღარ იყო დამოკიდებული. ბევრ შტატში უკვე დაიწყეს მონობის ინსტიტუტის აკრძალვა. და ვერენას დროისთვის ჩრდილოეთის თავისუფალ შტატებსა და სამხრეთის მონათმფლობელ შტატებს შორის მკაფიო დაყოფა არსებობდა, სადაც იძულებითი შრომა კვლავაც ცენტრალური იყო ბამბისა და თამბაქოს მოყვანისთვის, უზარმაზარ პლანტაციებზე. ვერენა მთელი თავისი ცხოვრება 1850-იანი წლების ბოლომდე ამ ფონზე გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მონობა ბევრ სამხედროს ნორმალურად მიაჩნდა, ვერენას უფრო კოსმოპოლიტური აღზრდა და განათლება ნიშნავდა, რომ ის მრავალი წლის განმავლობაში ჩრდილოელი ლიბერალების შეხედულებებს ეცნობოდა ამ საკითხზე და რადგან ორივე რეგიონთან ჰქონდა კავშირი, საკუთარ თავს ნახევრად ჩრდილოელად და ნახევრად სამხრეთელად მოიხსენიებდა. მონობა ასევე სულ უფრო სადაო საკითხი ხდებოდა მთელ ქვეყანაში. ქვეყნის დასავლეთისკენ გაფართოებამ გამოიწვია დებატი იმის შესახებ, უნდა ყოფილიყო თუ არა მონობა დაშვებული ახალ შტატებში. ეს პროცესი განსაკუთრებით გამწვავდა 1850-იან წლებში, განსაკუთრებით რესპუბლიკური პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ. მისი საპრეზიდენტო კანდიდატი აბრაამ ლინკოლნი შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს 1860 წლის ნოემბერში. მიუხედავად იმისა, რომ ლინკოლნი არ გამოდიოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობის გაუქმების პლატფორმით, სამხრეთი შტატებს მისი განზრახვები აშინებდათ და 1860 წლის დეკემბერში სამხრეთ კაროლინა გახდა პირველი შტატი, რომელმაც კავშირი დატოვა. მათ მიყვა კიდევ მრავალი შტატი 1861 წლის იანვრიდან აპრილამდე, რომლებიც გაერთიანდნენ და სამხრეთში შექმნეს კონკურენტი ამერიკის კონფედერაციული შტატები.
იმავე აპრილში გაისმა ამერიკის სამოქალაქო ომის პირველი გასროლები, რამაც გააჩინა კონფლიქტი კავშირსა და კონფედერაციას შორის, რომელიც ქვეყანას ორად გახლეჭდა. ვერენა დევისი და მისი ქმარი მალე გახდებოდნენ ამერიკის კონფედერაციული შტატების პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი და პირველი ლედი. მათი გზა ამ უნიკალურ პოზიციამდე ისტორიაში ეტაპობრივი იყო. მისისიპიმ გადაწყვიტა სამხრეთ კაროლინას შეუერთებოდა და 1861 წლის 9 იანვარს კავშირიდან გამოიყო. ჯეფერსონმა ოფიციალურად დატოვა სენატი ვაშინგტონში 12 დღის შემდეგ. ზუსტად 4 კვირის შემდეგ ის გახდა კონფედერაციული შტატების დროებითი პრეზიდენტი მონტგომერიში, ალაბამაში გამართულ კონვენციას. დროებითი თანამდებობა მუდმივში გადაიქცა 1862 წლის 22 თებერვალს. ამ დროისთვის ომი უკვე აქტიურად მიმდინარეობდა და დედაქალაქი რიჩმონდში, ვირჯინიაში იყო გადატანილი. როგორც ჯეფერსონის მეუღლე ვერენა, მაშინვე გახდა პირველი ლედი. მისი ქმრის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა განპირობებული იყო მისი ხანგრძლივი სენატორობისა და ომის ყოფილი მდივნის გამოცდილებით. თუმცა ვერენას პოზიცია კონფედერაციის პირველი ლედის რანგში რთული იყო. მას არასოდეს ჯეროდა კონფედერაციის მიზნების და მისი ეჯები მას ახალ გამოყოფილ სახელმწიფოს პირველ ლედად ყოფნისთვის შეუფერერებელს ხდიდა. ადამიანებმა, რომლებიც ამ პერიოდში რიჩმონდში მას შეხვდნენ და ესაუბრნენ, ეს შეამჩნიეს და ბევრმა მისი გარეგნობის შესახებ საუბარი დაიწყო. ველავე ბოროტ და ღიად რასისტულ პრესაში მისი კანის ფერზე ჩურჩული შეურაცხყოფებად იქცა. გაზეთები ამახვილებდნენ ყურადღებას მის მოყვითალო კანსა და მუქ ნაკვთებზე. ამით მიანიშნებდნენ, რომ შესაძლოა ის ნაწილობრივ ამერიკელი ინდიელი ან აფროამერიკელი ყოფილიყო. სხვები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. სრულად განწყობილი კრიტიკოსები, რომლებიც მის და მისი ქმრის შეურაცხყოფას ცდილობდნენ, იღენებდნენ შოკის მომგვრელ ენას და მას მულადად ან ინდიელად მოიხსენიებდნენ. შეურაცხყოფელი სიტყვები, რომლებიც განზრახ რასობრივი შფოთვების გასაღუებლად გამოიყენებოდა საზოგადოებაში, რომელიც სისხლის ხაზებითა და სიწმიდით იყო შეპყრობილი. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა ის, რომ დევისების ოჯახური ცხოვრება დაძაბული იყო. ვერენა ამ წლებში ხშირად იყო ორსული და მათი ვაჟი ჯოზეფი 1864 წლის აპრილში გარდაიცვალა მძიმე დაცემის შედეგად, თავის მეხუთე დაბადების დღიდან მალე. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ვერენამ ვინი გააჩინა. ბავშვი მალე კონფედერაციის ქალიშვილად გახდა ცნობილი და მისი სახე და ამბავი ომის ბოლო წელს მთელ სამხრეთში ვრცელდებოდა, რათა მორალური მდგომარეობა გაეუნჯობესებინათ. ამგვარად ვერენამ ომის წლები ორსულობაში, გლოვაში, კრიტიკის ქვეშ და იმ საქმის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საჯარო ქალ სპიკერად ყოფნაში გაატარა, რომელსაც სინამდვილეში არც კი უჯერებდა. ამერიკის სამოქალაქო ომი კონფედერაციის დამარცხებით დასრულდა 1865 წლის აპრილში, თითქმის 4 წლის შემდეგ მისი დაწყებიდან. სანამ კონფედერაციის მთავარ-გენერალ რობერტ ერთელის კაპიტულაციას აწყობდა, ჯეფერსონი, ვერენა, მათი ოჯახი და მხარდამჭერები რიჩმონდიდან სამხრეთისკენ გაიქცნენ. ისინი ჯორჯიაში დააკავეს, ხოლო ჯეფერსონი დააპატიმრეს, მას შემდეგ რაც ეჭვი გაჩნდა, რომ ის რაღაც ფორმით დაკავშირებული იყო პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მკვლელობასთან, რომელიც ბრძოლების დასრულებიდან რამდენიმე დღეში მოხდა. ჯეფერსონმა ამის შედეგად მომდევნო 2 წელი პატიმრობაში გაატარა. ამ პერიოდში ვერენამ მათი შვილები კანადაში გაგზავნა, რათა ნათესავებთან უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ, სანამ ის ქმრის გათავისუფლებისთვის იბრძოდა. ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს 1867 წლის მაისში და შევიდა პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონის მიერ 1868 წლის შობას გამოცემულ საერთო ამნისტიაში, რომელიც ყოფილ კონფედერაციულ პოლიტიკოსებსა და ჯარისკაცებს შეეხო. დევისებს ახლა უკვე შეეძლოთ თავიანთი ცხოვრება ისევ ეცხოვრათ, როგორც თავად აირჩევდნენ. თუმცა მათ გარშემო საზოგადოება შეცვლილი იყო. ჯეფერსონის სიმდიდრე ძირითადად მის პლანტაციებზე იყო დაფუძნებული, რომლებიც მონური შრომით ფუნქციონირებდა. ეს ახლა აღარ არსებობდა. გარდა ამისა, პოლიტიკური კარიერის განახლების შანსი აღარ არსებობდა და ოჯახის სიმდიდრე, ომმა და ასევე მისი პატიმრობის დროს გადახდილმა იურიდიულმა ხარჯებმა მნიშვნელოვნად შეამცირა. ამ დროს ოჯახი ევროპაში გაემგზავრა და გარკვეული თანხა გამოიმუშავა საჯარო გამოსვლებითა და გამოჩენებისთვის მიღებული ჰონორარებით, რადგან ისინი კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი იყვნენ. ვერენა და ბავშვები ევროპაში დარჩნენ მას შემდეგ, რაც ჯეფერსონი ამერიკაში დაბრუნდა და სხვადასხვა სასწავლო პოზიციის დაკავებას განიხილავდა. ინგლისში თავის დასა და ბავშვებთან ერთად ვერენა აღშფოთდა, როდესაც 1870 და 1871 წლებში შეიტყო ჯეფერსონის შესაძლო რომანების შესახებ ამერიკაში. ამ პერიოდში მათი ვაჟი უილიამი გარდაიცვალა თავის მე-11 დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე და ეს მათი ქონების დაკარგვასთან ერთად დიდხანს გაგზადებულ დეპრესიაში ჩააგდო ისინი. 1870-იანი წლების შუა პერიოდში ვერენა ამერიკაში დაბრუნდა და წყვილმა თანდათან შეარიგა ურთიერთობა. საბოლოოდ კი 1878 წლისთვის კვლავ ერთად ცხოვრობდნენ. ამ დროისთვის ჯეფერსონი დამოკიდებული იყო მფარველის, სარა დორსის, ლუიზიანელი მდიდარი პლანტატორის ქრუვის გულუხობაზე. დორსი ვერენას ჯერ კიდევ 1830-იანი წლებიდან იცნობდა, როცა ისინი ერთად სწავლობდნენ პანსიონში.
დორსი ასევე იყო მწერალი და ისტორიკოსი, რომელიც თავის ნაწერებში კონფედერაციის საქმის მტკიცე დამცველად იქცა. მან დევისები მიიწვია, რომ მის მამულში, ბოუარში, მისისიპიში, მექსიკის ყურესთან ეცხოვრათ და საბოლოოდ იქ სახლი იაფად მიყიდა. სარას 1879 წელს გარდაცვალების შემდეგ მან ჯეფერსონს მნიშვნელოვანი თანხა დაუტოვა, რამაც ძირითადად გაუმჯობესა მათი ფინანსური მდგომარეობა ჯეფერსონის სიცოცხლის ბოლომდე. ის გარდაიცვალა 1899 წელს სამხრეთის შტატებში გავრცელებული მასიური ყვითელი ცხელების ეპიდემიის დროს, 81 წლის ასაკში. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ვერენა ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, რაც იმ დროს საკამათო ნაბიჯად ითვლებოდა. ის ნათესავად იყო დაკავშირებული მედიის მაგნატ იოსებ პულიცერთან, რომელმაც 1891 წელს ნიუ-იორკ ვორლდში წერით სამუშაო შესთავაზა. მისი ქალიშვილი ვინი მასთან ერთად წავიდა. ამ წლებში ის ასევე წერდა და გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი, მათ შორის ირლანდიელი რევოლუციონერის რობერტ ემეტის კვლევა. ამგვარად ვერენა და მისი ქალიშვილი 1890-იან წლებში მანჰეტენში საშუალო ფენის ცხოვრებას ეწეოდნენ, როგორც მწერლები, ხშირად ცხოვრობდნენ ქალაქის ბინიან სასტუმროებში ან ნათესავებთან ერთად. ზოგჯერ ვერენა სამხრეთის პრესაში აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან ჩრდილოეთში გადასვა და ნიუ-იორკში იანკების გაზეთისთვის წერა გადაწყვიტა. მან ამ კრიტიკებს პასუხი გასცა და განაცხადა, რომ ომმა და მისი ქმრის სიკვდილმა აიძულა ემუშავა და საკუთარი თავი ერჩინა. 1898 წელს ტრაგედია დატრიალდა, როდესაც ვინი 24 წლის ასაკში გარდაიცვალა, სავარაუდოდ პნემონიის ან გასტრიტის გამო. ვერენამ მოაწვა, რომ იგი რიჩმონდში, მამამისისა და ძმის გვერდით დაეკრძალათ. ვერენა წერა განაგრძობდა ამის შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ ასაკში შედიოდა. მისი მოგვიანებითი სტატიების დიდი ნაწილი ეთყვნებოდა შერიგებისა და უკეთესი ურთიერთგაგდების ხელშეწყობის იდეას. ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შორის, რადგან სამოქალაქო ომიდან 3 ათწლეულის შემდეგაც კი ქვეყანა კვლავ მწარედ იყო გაყოფილი. ვერენასთვის ეს იყო უცნაური ცხოვრება, ორ რეალობას შორის. ერთი მხრივ ის ცხოვრობდა ნიუ-იორკში, მაგრამ ასევე მოგზაურობდა, რათა დასწრებოდა იმ ქადების შეკრებებს, რომლებიც გაიზარდნენ და ცხოვრობდნენ ოჯახებში, სადაც ყოფილი კონფედერაციის ჯარისკაცები და პოლიტიკური ფიგურები იყვნენ. მისი ცხოვრების მოგვიანო წლებში ვერენა დაინტერესდა განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებით. მაგალითად, 1901 წელს მან შეხვედრა გამართა გავლენიან აფრო-ამერიკელ ლიდერ ბუკერ ტ ვაშინგტონთან და განიხილა გზები, თუ როგორ შეიძლებოდა როგორც ქალებს, ასევე აფრო-ამერიკელებს მეტი საგანმანათლებლო შესაძლებლობა ჰქონოდათ ამერიკაში. მისი ცხოვრების ბოლო წლებში მას სიამოვნება ყოველდღიურად სეირნობა ცენტრალურ პარკში და თეატრში სიარულს. საბოლოოდ მან 80 წლამდე იცოცხლა და 1906 წლის 16 ოქტომბერს მანჰეტენის ცენტრში მდებარე ბინაში პნევმონიით გარდაიცვალა. მას გადაუჩა მისი ქალიშვილი მარგარეტ დევის ჰეისი, ასევე რამდენიმე შვილიშვილი და შვილთაშვილი. დღემდე ბევრი ადამიანი უყურებს მის ფოტოებს და ვარაუდობს მის წარმოშობაზე. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ მისი გარეგნობის გამო მას უნდა ქონოდა აფრიკული ან ამერიკელი ინდიელების წარმომავლობა. ზოგი ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ის საკუთარ თავს ნახევარსისხლიანს უწოდებდა, რათა ეს მოსაზრება კიდევ უფრო დაემტკიცებინა. თუმცა გენეალოგიურმა კვლევებმა და თანამედროვე ისტორიკოსების მუშაობამ ვერ აღმოაჩინა სანდო მტკიცებულება, რომელიც ამ მოსაზრებას ამყარებს. მისი დოკუმენტირებული საგვარეულო ხაზები ევროპელ წინაპრებამდე მიდის, ასე რომ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია გამოთქვათ. ვერენა ჰოუელ დევისი პატივით გააცილეს ნიუ-იორკის ქუჩებში სამგლოვიარო პროცესიის დროს და შემდეგ დაკრძალეს რიჩმონდში, რაც ნიშნავს, რომ კონფედერაციის ერთადერთი პირველი ლედი დაკრძალეს მის მოკლე დროის დედაქალაქში. მის საფლავის ქვაზე უბრალოდ ეწერა: შვიდობაში. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს ვერენა დევისზე. იმედი მაქვს საინტერესო იყო თქვენთვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ Matchmasters, აუცილებლად გადახედეთ მას ჩემი ქვემოთ მოცემული ბულით. რას ფიქრობთ მის ცხოვრების ისტორიაზე და მის ფოტოებზე? გონიათ, რომ მას ევროპულის გარდა სხვა წარმოშობაც ჰქონდა? მინდა თქვენი აზრი ქვემოთ კომენტარებში გავიგო. თუ სხვა წინადადებები გაქვთ, ისინიც დამიწერეთ ქვემოთ კომენტარებში. იმედი მაქვს, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი და ჩართული გაქვთ ჩათხოვინებები, რომ ჩემი ყველა ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთავ. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან. ასე რომ, მომავალ გადაცემაში დავიწყებული ცხოვრებები ისევ ვნახავთ. გმადლობთ.